ძალიან ურთიერთ გადაჯაჭვული პრობლემები არის რეალურად მოცემული, რომელზეც უნდა ვისაუბროთ დღეს და მგონია, რომ საკმაოდ კარგი კუთხით არის დასმული კითხვები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ ასე გლობალურად არ შეფასდა ხოლმე მთლიანი სიტუაცია, პატარ-პატარა გამოწვევების დროს რა ნაბიჯებიც იდგმება ხოლმე მერე სახელმწიფოების მხრიდან ძალიან ბევრ ნეგატიურ უკავშირთან არის ხოლმე ასოცირებული. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აღნიშნავ, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებიც ახდენს კავკასიის რეგიონზე გავლენას, შეგვიძლია დავყოთ შიდა და გარე პროცესებად. გარე პროცესები არის უშუალოდ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოწვეული, როდესაც ხდება ფაქტობრივად ძალაუფლების გადანაწილება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის, სადაც ევროპა, უკრაინა და დანარჩენი რეგიონები არის ფაქტობრივად როგორც იარაღი მოცემული და არა როგორც გადამწყვეტი ელემენტები და ამ ბრძოლაში ყოველდღიურად იცვლება სიტუაციები იქიდან გამომდინარე, რომ ადრე მაგალითად პროგნოზირება სიტუაციის ბევრად უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ ორი პოლუსი გქონდა მოცემული, ეს იყო შეერთებული შტატები და რუსეთი, მათ იდენტობებს, მათ ღირებულებებს, მათ ეკონომიკას, პოლიტიკურ მიდგომებს ამ შემდეგ შედარებით კარგად ცნობდა როგორც ევროპის და კავკასიის რეგიონი, მაგრამ ამჟამად ძალიან შეიცვალა სიტუაცია იქიდან გამომდინარე, რომ მესამე ძალად დაემატა ფაქტობრივად ჩინეთი, რომელთანაც ასე როგორც დიდ გლობალურ სახელმწიფოსთან დანარჩენ სახელმწიფოებს არ ქონიათ გამოცდილება ურთიერთობის და აქედან გამომდინარე პარტნიორული ურთიერთობები გარკვეულ რისკთან არის, არაპროგნოზირებადობის თვალსაზრისით დაკავშირებული, თუმცა ძალიან დიდი პლუსი ჩინეთის არის ის, რომ ჩინეთს აქვს ხოლმე სტაბილური ობიექტური მაჩვენებლები და კრიტერიუმები, რომლითაც იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს და ძირითადად ეს არის ეკონომიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. იქიდან გამომდინარე, რომ კავკასიის რეგიონი გვინდა არ გვინდა რაღაცნაირად ჭიპისავით არის მოცემული, ძალიან დიდი ინტერესები იკვეთება ხოლმე კავკასიის რეგიონზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი რესურსები, რომ მაგალითისთვის საქართველოს რა აქვს ღირებული, ვთქვათ, სომხეთს რა აქვს ღირებული, აზერბაიჯანს რა აქვს ღირებული, არამედ თავად მოცემულობა ამ რეგიონის და მისი სიახლოვე სხვადასხვა რეგიონებთან მას ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ იარაღად აქცევს. იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება მასში გავლენა. მაგალითად, დასავლეთის მხრიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ შემთხვევაში საქართველოზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე არ ვარ ისე ჩახედული აზერბაიჯანის და სომხეთის სიტუაციაში, როგორც საქართველოში, თუმცა ნათელი არის მსგავსებები. საქართველოს თვალსაზრისით მაგალითად დასავლეთი ვიცით, რომ უკვე აწლეულებია, რაც თავის გავლენების გაძლიერებას ცდილობს, იმიტომ რომ საქართველო არის ფაქტობრივად ნაღმივით მოცემული. რუსეთის ტერიტორიასთან არის ძალიან ახლოს, კავკასიის ქედი უწყობს ხელს, რომ მაგალითად შეიარაღების თვალსაზრისით, თუ კი ნატოს აქ ექნება თავისი ბაზები, ძალიან სერიოზული უპირატესობა მიიღოს, ასე რომ ვთქვათ, რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც ამჟამად რუსეთი ფლობს, იმიტომ რომ რუსეთის დაუსახლებელი ტერიტორიები თან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სარაკეტო სისტემები, რომლებიც მაგალითად უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ დასახლებულ პუნქტებს რაც შეეხება, დასახლებულ პუნქტებთან მიმართებაში რუსეთს ბევრად უფრო დიდი პლუსები აქვს ამ შემთხვევაში და პლუს ამას კავკასიის ქედი იძლევა საშუალებას, რომ ანტისარაკეტო სისტემებმა ვერ იმუშაონ რუსეთის ტერიტორიიდან ისე კარგად, როგორც მაგალითად სხვა ტერიტორიებიდან თავდასხმის შემთხვევაში იმუშავებდა. ამიტომ საქართველოს ამ მხრივ ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომაც ცდილობდა დასავლეთი თავისი გავლენების მოპოვება საქართველოში, რომ ფაქტობრივად აქ ყოფილიყო მუდმივად არეული სიტუაცია, რომელიც მას მისცემდა თავისი გავლენების გატარების საშუალებას. ამ მხრივ გამოიყენებოდა ეკონომიკური ბერკეტები, იმიტომ რომ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდგომ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის თავგანწირვა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძალიან დიდი წვლილი გაიღო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, საქართველოს ძალიან აჩქარები ნაბიჯი გადადგა, რის გამოც საქართველოს ყველაზე მეტად იზარალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. დანარჩენმა სახელმწიფოებმა შეძლეს, რომ თავისი ინფრასტრუქტურა იყო ეს, განვითარება იყო ეკონომიკური თუ გადაწყობის შესაძლებლობა შედარებით უფრო მარტივად გაიარეს, საქართველოში კიდე ატყდა სამოქალაქო ომი, რომელმაც სახელმწიფო 10 წლეულებით ფაქტობრივად უკან დაწია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვექმნა ისეთი ეკონომიკური პრობლემები, რომლის გამოც დავიწყეთ მფარველის მოძიება და თავდაპირველად ეს მფარველი იყო რუსეთი და შემდგომში უკვე როდესაც რუსეთთან ვერ მოვახერხეთ ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა და ეკონომიკურ წინსვლას მოგცემდა, შემდგომში უკვე გავიხედეთ დასავლეთის მხარეს, სადაც გქონდა ესეთი მაგალითები, რომ აი შეხედეთ დასავლეთს, ევროკავშირში შესული ქვეყნების ეკონომიკა როგორ ძლიერდება, ასე შემდეგ და 10 წლეულების განმავლობაში ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მე ვარ უკვე 29 წლის სკოლის პერიოდის განმავლობაში სულ მესმოდა
ისტორიები იმის შესახებ, როგორი ცუდი იყო რუსეთი, რა კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირი. ფაქტობრივად პოზიტიური მხარეები საერთოდ არ იყო საბჭოთა კავშირის განხილული, არა და ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ფაქტობრივად ყველაზე კარგად საქართველოს ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის დროს, არა იმიტომ რომ დამოუკიდებლობა ჰქონდა დაკარგული, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ეკონომიკური სტრუქტურა იყო მოწესრიგებული სწორად და დღესაც რომ მსგავსი მოდელი გადმოვიღოთ, ჩვენ არაჩვეულებრივად შევძლებდით საკუთარი ეკონომიკის აწევას და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოს სივრცეში, ასე რომ ვთქვათ, სტალინის პერიოდინდელი ეკონომიკა, რასაც სტალინის ეკონომიკას ეძახიან, იყო მოწინავე ეკონომიკა და შეერთებულ შტატებსაც კი უსწრებდა ეკონომიკური ზრდისა და პოტენციალის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფიცხი ხალხი ვართ. ჩვენმა შინაგანმა, ასე რომ ვთქვათ, ღირებულებებმა გადაგვადგმევინა ნაჩქარები ნაბიჯები, ბევრად უფრო უმტკივნეულოდ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა და იმ პოზიტიური მხარეების გამოყენება, რომელიც დარჩებოდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ. ამის შემდგომ ფაქტობრივად ლაგამად იქცა ეს ეკონომიკური ზრდის მოთხოვნილება, რომელიც საქართველოს ჰქონდა და დასავლეთი მუდმივად იყენებდა ამ ლაგამს საიმისოდ, რომ ჩვენთან გაეტარებინა ისეთი ცვლილებები, რომლებიც იქნებოდა მისთვის სასარგებლო და ჩვენთვის იქნებოდა თავსმოხვეული, მაგრამ ჩვენგან უცნობად, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამას ფუთავდნენ როგორც ევროკავშირი, რომელიც უბრალოდ ესეთი დემოკრატიულ ღირებულებებს ავრცელებს, მათ თქვენგან არაფერი არ ჭირდებათ, ჩვენელი პატარა ქვეყნები შედიან და ეკონომიკურ წინსვლას ფაქტობრივად მაშინ ვეღებულობენ და აი ერთადერთი საშუალება რომ გამოვიდეთ ამ ეკონომიკური სიდუხჭირიდან, ასე რომ ვთქვათ, არის დასავლეთი. რაც იყო ბუნებრივი არასწორი, იქიდან გამომდინარე რომ არ არსებობს ასეთი იდეალური მოცემულობები, ყოველთვის არის რაღაცა რისკები და რაღაცა საფასური, რომელსაც იხდი გარკვეული ცვლილებების სანაცვლოდ. ჩვენთვის მაგალითად არავის არ აუხსნია და არავის არ მოუყვანია ესეთი მაგალითები, როდესაც მაგალითად ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში იყვნენ შესული, წესით თანაბარუფლებიანები უნდა ყოფილიყვნენ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, მაგრამ ეს ფაქტობრივად ასე არ იყო, იმიტომ რომ მინიმუმ ის წესი, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხმა პროპორციულად ბევრად უფრო წონიანია, მაგალითად, ვიდრე სხვა ქვეყნეს, უკვე თანასწორობას გამორიცხავს. ამავე დროს არის ეკონომიკური ურთიერთდაკავშირებულობა, რომლებიც არაპროგნოზირებად სიტუაციას იძლევა, იმიტომ რომ გარკვეულმა ქვეყანამ, რომელიც შენი მთავარი ბაზარი შეიძლებოდა ყოფილიყო, უცებ შეიძლება განგიცხადოს, რომ მე აღარ მჭირდება შენი საქონელი და რაც გინდა, ახლა ამას ისუყავი და შენ ბუნებრივია ზარალში მიდიხარ. არის საერთო საკანონმდებლო სისტემა, რომელიც და ღირებულებები, რომლებიც შეიძლება ყველა სახელმწიფოს იდენტობისთვის არ იყოს მისაღები და ეს საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ჩვენ მაგალითად დაპირისპირება რატომაც შეგვექნა მთავარი, ეს იყო ზუსტად ეს ორმაგი სტანდარტები, რომ მაგალითად კანონს, რომელსაც თვითონ იღებდნენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, გარეგან აგენტების ზეგავლენას რაც შეეხება ჩვენთვის თურმე არ შეიძლებოდა რომ მიგვეღო და მეორე ფაქტორი იყო ისეთი ღირებულებითი დაპირისპირება, როგორიც იყო უმცირესობების უფლებები, ოღონდ არა იმ კარგი მოცემულობით, რომელი მოცემულობითაც შეიძლებოდა განხილულიყო, არამედ თავსმოხვეული, იძულებითი უმცირესობების დაცვისკენ მიდრეკილი უფლებამოსილებები, რომლებიც სხვა უმცირესობებზე და უმრავლესობებზე უკვე ნეგატიურად აისახებოდა და უკვე მათ უფლებებს ზღუდავდა, ხომ? ამის ნათელი მაგალითი იყო შეერთებული შტატები, სადაც მსგავსი ცვლილებები გატარდა და საბოლოო ჯამში დაიჩაგრა ძალიან ბევრი ბავშვი, სკოლებში ატყდა მთელი ამბები, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანის ფიზიკურ ანატომიას შეეხო, ღირებულებებს შეეხო, მორალს შეეხო და ასე შემდეგ და იქ შიდა დაპირისპირება გამოიარა, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ჩვენ გვქონდა თავსმოხვეული ეს ქაოსი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ უნდა მართოს ქაოსი და როგორ მიიღოს ქაოსიდან ის, რაც უნდა თვითონ. ჩვენ ამის გამოცდილება მეტნაკლებად შეიძლება გქონოდა, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს. განსაკუთრებით ქაოსში სარგებელს იღებს ის, ვინც თესავს ამ ქაოსს და არა ის, ვინც ამ ქაოსში ყვება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არის აუცილებელი წაგება. პლუს ამას საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, მფარველობის ფაქტორს არასდროს კარგად არ უმუშავია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი შეცდომები კავკასიის რეგიონის, მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის არის ის, რომ გვაქვს არასწორი მიკუთვნებულობა და გვაქვს იდენტობის პრობლემები. ჩვენ თავს როგორც კავკასიას ისე კი არ განვიხილავთ, ხოლმე ჩვენ ინდივიდუალურად განვიხილავთ, როგორც ქართველებად, სომხებად და აზერბაიჯანელებად მაგალითად და რატომღაც გვირჩევნია, რომ ნებისმიერ სხვას მივეკუთვნოთ, მაგალითად რუსეთი იქნება ეს თუ ევროკავშირი, გარდა კავკასიისა. აქედან გამომდინარე ჩნდება უკვე პრობლემები, იმიტომ რომ იდენტობის პრობლემები როგორც ინდივიდში, ისევე სახელმწიფოებში იწვევს მერე არასწორი რაკურსით სვლას, რამსაც ვერ მიყავხარ სასარგებლო შედეგებამდე, ხო? აი მაგალითისთვის კავკასიის საჭიროება ნათელი არის
მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, ხო? ამიტომაც იბრძვენ აქ გავლენებისთვის და ამხელა ფული ტრიალებს საიმისოდ, რომ აგენტურის დაფინანსება იქნება ეს თუ რაღაცა ეკონომიკური ბერკეტები, რომლის გამოყენება შეიძლება გამოიყენონ. ამავე დროს ჩვენ ყოველთვის ნეგატიურ მხარეს ვხედავთ ხოლმე კავკასიაში მოცემულობის, რომ აი რა ვქნათ ეს საწყალი კავკასიელები, აი ყველას ჩვენთან რაღაცა უნდა და ჩაგრავენ და ასე შემდეგ. რამდენადაც ცუდია კავკასიის რეგიონი თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, იმდენად შეიძლება იყოს კარგიც თუ კი პოტენციალის დანახვა მოხდება სწორად. ანუ რადგან საჭირო ხარ, ესე იგი შეგიძლია რაღაცა ისეთი ელემენტი მოიფიქრო, რომელიც შენ სხვა კუთხიდანაც დაანახებს შენ თავს დანარჩენ სახელმწიფოებს და არა მხოლოდ მაგალითად რეგიონალური კუთხიდან. აი მაგალითად რა ვიყოთ შვეიცარიის მაგალითი, ხო? შვეიცარიას რატომ დაართეს დანარჩენმა ქვეყნებმა ნეიტრალურობის უფლება, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ძალიან ბევრ სახელმწიფოს მაგალითად უარი უთხრეს, იმიტომ რომ მათ ჭირდებოდათ ეკონომიკური ჰაბი ფაქტობრივად და ყველა სახელმწიფოს ჭირდებოდა რაღაცა წერტილი, სადაც თავის ფინანსებს უსაფრთხოდ დადებდა, დაალაგებდა და ეცოდინებოდა, რომ დანარჩენ სამყაროში რაც ცვლილებებიც არ უნდა იყოს, მის ფინანსებს და მის ფულს არავინ არ შეეხება, ხო? ეს იყო ძალიან სწორი ელემენტი, რომელიც შვეიცარიამ თავის ფუნქციას დაამატა, რის გამოც მას მიეცა საშუალება, რომ საუკეთესო სახელმწიფო ყოფილიყო ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური თვალსაზრისით. იგივე ვფიქრობ, რომ უნდა გააკეთოს კავკასია მოყონდა არა მხოლოდ ინდივიდუალურად სახელმწიფოებრივად, რომ აი მეცალკე საქართველო და მეცალკე მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ ერთიანი თვალსაზრისით, იმიტომ რომ კავკასიის რეგიონი უერთმარეთოდ ფიზიკურად არ გამოვა და ამას ძალიან კარგად იყენებენ ხოლმე ისინი, ვისაც უნდათ კავკასიის რეგიონის დასუსტება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს გვანახებენ როგორც კონკურენტებს და არა როგორც პოტენციურ პარტნიორებს. ხო, მაგალითად ხშირად ყოფილა ეგეთ შემთხვევები, რომ თუ ჩვენთან უნდა გაევლო გარკვეულ სავაჭრო გზას მაგალითად და ჩვენ პირობებს ვაყენებდით, რომ აი ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში დავუშვებთ ამ გზის გასვლას, ეგრევე გვემუქრებოდნენ, რომ კაი, თქვენ თუ არ გინდათ, მაშინ მიმართავთ სომხეთს და აზერბაიჯანს და ისინი გააკეთებენ მაშინ. იგივე სიტუაცია იყო სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აი ამ იდენტობის პრობლემას და მიკუთვნებულობის პრობლემას უნდა შეხედონ სახელმწიფოებმა სხვა თვალით და კავკასიის რეგიონის მნიშვნელობასაც, რომელსაც შეიძლება ერთი ელემენტის დამატებით კავკასიის რეგიონი წაიყვანოს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით და ჩვენ სახელმწიფოებს არა მაჩანჩალების როლი მისცეს, რომლებიც მუდმივად აკვირდებენ სხვაგან როგორი გეოპოლიტიკური სიტუაცია არის და რეაქტიულები არიან ფაქტობრივად სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებების მიმართ, არამედ აქტიურ პოზიციაზე გადმოიყვანოს კავკასიის რეგიონი, როდესაც ჩვენ, აი ისევე როგორც მაგალითად თურქეთი, რომელსაც სულ რაღაც ბოლო რამდენიმე 10 წლეული არის თურქეთმა შედარებით უფრო მოიკრიბა ძალები და თავის სტანდარტებსაც უკვე უყენებს, ასე რომ ვთქვათ, ევროპას და მასთან ურთიერთობას ასე ალაგებს, ხომ? იგივე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ჩვენ კავკასიის რეგიონსაც და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს კავკასიის რეგიონს ამ თვალსაზრისით და უპირატესობას აძლევს სწორედ ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ნეგატიურად უყურებთ ხოლმე. მადლობა.